თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი გიორგი მიქაძე დააკავა. მიქაძის დაკავების შესახებ ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ გამართა. მისი თქმით, ბიზნესმენ ლევან ჯანგულაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მიზნით სრულ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით მიქაძის გარდა კიდევ ორი პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ ორ პირს, რომელთა შორის გიორგი მიქაძის ძმა დავით მიქაძია ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. გამოძიების თანახმად ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლევან ჯანგულაძესთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მათ სირაძის თქმით მისი შეკვეთით მკვლელობა დააორგანიზეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დმ და გმ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლჯ-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გჯ-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით პირის მოძიებაში დახმარებას თხოვეს. დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებული იქნა პირი გჯ-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა. ასევე გინდება, რომ გჯ-მ და გკ-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ გმ-სა და დმ-ს მეშვეობით გ-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით. გ-მ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ჭავჭავაძის გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლჯ მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება. ბიზნესმენი ლევან ჯანგულაძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. 17 მარტს ჯანგულაძის მკვლელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.